ჩვენ ცხოვრების განმავლობაში განსხვავებულ სიტუაციებში ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ სხვებზე. დავიყოლიოთ ან უბრალოდ თავი მოვაწონოთ. ჩვენს გარშემო არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გამოსდით. მათი მოღვაწეობა ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. ისინი ქარიზმატული ადამიანები არიან. სოციოლოგიაში და პოლიტიკის მეცნიერებაში ქარიზმაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მაინც ლიდერობაზე. ან ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ლიდერზე, რომელიც გამორჩეულია მისი მიმდევრობისაგან და ლიდერზე, რომელსაც ძალაუფლების პრეტენზია და ძალაუფლების ლეგიტიმაცია მხოლოდ განსაკუთრებული თვისებების გამო აქვს. ეს ქარიზმა არის ურთიერთობა ლიდერსა და მასას შორის. ქარიზმას მაინც ქმნის ადამიანების საზოგადოების დამოკიდებულება. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ იმ კონკრეტულ პერსონას აქვს დიადი მისია შესასრულებელი, ჩვენგვან რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებული მისია შესასრულებელი, ესე იქმნება და ყალიბდება ქარიზმული ლიდერი. დღესაც კი მაგალითად ჩვენ ყავს ავტორიტარული ლიდერები, რომლებიც აზანზარებენ საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ქვეყნის გარედან ძალიან საცილოდ გამოიყურებიან, ხო? რატომ? იმიტომ მის ქარიზმა არის არა უბრალოდ მათი პიროვნული თვისება, არამედ ის მოთხოვნა, რომელიც აქვს იმ კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანებს. შესაბამისად, ლიდერები ძალიან ცდილობენ, რომ ქარიზმატულები იყვნენ. ჩვენ ვიცით მაგალითად, რომ მუსოლინი ან ჰიტლერი ვარჯიშობდნენ ქარიზმაში, ხო? მაგალითად, ძალიან სერიოზულად კითხულობდნენ სპეციალურ ლიტერატურას, როგორ უნდა ყოფილიყვნენ გავლენიანი, როგორ უნდა ყოფილიყვნენ კარგი ორატორები და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვარჯიშობს ამაში და ცოტას გამოსდის. შეგვიძლია რამდენიმე კლასიკური მაგალითი გამოვყოთ ქარიზმული ლიდერებისა, მაგალითად ადოლფ ჰიტლერი. ეს ნეგატიურ პლანში. ჩვენ ვიცით, რომ ადოლფ ჰიტლერს ჰქონდა არაჩვეულებრივი ორატორული ნიჭი, შეეძლო მრავალათასიან მიტინგებზე სიტყვით გამოსვლა, მრავალათასიან მიტინგებზე ადამიანთა ყურადღების მიზიდვა, მათი დარწმუნება იმაში, რომ ეს ფაშისტური, ნაცისტური იდეალები არის საუკეთესო და გერმანიის გადარჩენაზე ორიენტირებული და მან ეს ქარიზმის თვისებები უბრალოდ ნეგატიური მიმართულებით გამოიყენა. მაგრამ ჩვენ ყავს უკვე პოზიტიური ქარიზმული ლიდერების კლასიკური მაგალითებიც, მაგალითად მაჰათმა განდი. მაჰათმა განდი, რომელსაც თელმა მრავალეროვნანმა, მრავალეთნიკურმა, მრავალენოვანმა ინდურმა საზოგადოებამ დააკისრა ფუნქცია, რომ ბრიტანული კოლონიალიზმისგან გაეთავისუფლებინა ის და მისცა მას არაჩვეულებრივი ავტორიტეტი, არაჩვეულებრივი ერთგულებით გამოირჩეოდა ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი მაჰათმა განდის მიმართ და მისი ქარიზმის გამოვლინების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევენ 1940-იან წლებში ერთ-ერთ ჩრდილოეთ პროვინციაში მომხდარ ფაქტს, სადაც პროვინციის ცენტრში შეკრებილი ინდუსები და მუსლიმანები და ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, მრავალათასობით ადამიანი აპირებდა ერთმანეთთან დაპირისპირებას რელიგიურ ნიადაგს. და იქ ჩასული მაჰათმა განდი და მისი ნათქვამი ერთი სიტყვა, რომ ჩვენ ინდოეთის შვილები ვართ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა დაუპირისპირდეთ ბრიტანულ კოლონიალიზმს, აუცილებელი და წინაპირობა გახდა იმისა, რომ რამდენიმე წუთში ერთმანეთის სისხლისღვრისთვის მზადყოფი ადამიანები დაზავებულიყვნენ და სხვადასხვა მხარეს წასულიყვნენ. Secondly, I think the question is the same period of time that he has. ჩატარდა პირველი დებატები, სატელევიზიო დებატები კენედისთან და მაშინ რიჩარდ ნიქსონმა კენედისთან წააგო ეს დებატები, იმიტომ რომ კენედი ბევრად უფრო ახალგაზრდულად, უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა და ყველამ დაიწყო 60-იან წლებიდან მოყოლებული ქარიზმაზე ლაპარაკი, როგორი მნიშვნელოვანია პიროვნული ქარიზმა და შესაბამისად დაუკავშირდა ეს ძალიან პირდაპირ მედიის თემას. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამერიკის ისტორიას მეტნაკლებად იცნობს, გაახსენდება ერთი რიგითი უბრალო ბაპტისტი მღვდელი, რომელსაც ერთ დროს არავინ არ იცნობდა, მაგრამ მის მიერ დაწყებული კამპანიის შემდეგ იგი არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მე ვსაუბრობ მარტინ ლუთერ კინგზე.
მარტინ ლუთერ კინგმა სწორედ თავისი აი ამ მოქმედებებით, ესე იგი აფროამერიკელთა დაცვის კამპანიის წარმოებით მოულოდნელად ძალიან მცირე დროში მოიხვეჭა უდიდესი პოპულარობა და უდიდესი ქარიზმა მთელს ამერიკულ საზოგადოებაში და მისი გამოთქმა პრონანსი ეგრეთ წოდებული, ну ცხადია, დღემდე ახსოვს მთელ მსოფლიოს I have a dream ისი ცნობილი სიტყვა, მისი ჟესტები და ასე შემდეგ მთელს ქვეყანას ახსოვს დღემდე და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე. I have a dream that one day this nation will rise up and live out the true meaning of its creed. ეს ქარიზმა ასევე შეძენილით შეიძლება იყოს იმაზეც, რომ თვითონ თანამდებობას თუ პოზიცია აქვს აქვს ქარიზმა. ანუ ადამიანი შეიძლება პოლიტიკოსი, ლიდერი შეიძლება არ იყოს ქარიზმატული, მაგრამ ის თუ გახდება ქვეყნის უმაღლესი პირი, მაგალითად პრეზიდენტი, ხო? ის იძენს ქარიზმას იმის გამო, რომ თვითონ ამ თანამდებობას, ამ ოფისს, როგორც ამობენ, აქვს თავისი ქარიზმა და ის გადადის ამ კონკრეტულ ადამიანზე. თავიდან ბოლომდე ბარაკ ობამა აკმაყოფილებდა აი ამ ქარიზმული ლიდერის ფუნქციებს, ხო? მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი გამოსვლის, ადამიანებთან საუბრის, მათთან ესე იგი კომუნიკაციის დამყარების, ჰქონდა ის უნიკალური თვისება, რომ იყო ფაქტობრივად პირველი აფროამერიკელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა ჰქონდა, რეალური შანსი ჰქონდა ამისა და რაც მთავარია, ის წარმოადგენდა განსაკუთრებულ მისიას ამერიკის ისტორიაში. იგი უნდა გამხდარიყო პირველი სახელმწიფოს მეთაური სწორედ აი ამ რასობრივი უმცირესობიდან. და შესაბამისად მთელი მისი კამპანია სწორედ აი ამ ქარიზმაზე იყო დამფუძნებული, აი ამ განსაკუთრებულ მისიაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ აი რაც დასავლეთის ქვეყნებს საქართველოსგან განასხვავებს, გახლავთ ის, რომ იქ ქარიზმული ლიდერები არიან მხოლოდ ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიების დროს. ცხადია, ქარიზმას ინარჩუნებენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტები ხდებიან, მაგრამ ისინი უკვე გარდაიქმნებიან ბიუროკრატიულ ლიდერებად, პოლიტიკური სისტემის ლიდერებად. ანუ უკვე ჩაფლული არიან შიდა საქმეებში და აღარ ცდილობენ აი ამ თავის განსაკუთრებულ ნიჭზე და განსაკუთრებულ თვისებებზე აპელირებას, უკვე ფიქრობენ იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებენ და საკუთარი თავის წარმოჩენას სწორედ აი ამ საქმის საფუძველზე ცდილობენ. მედიაში არა მხოლოდ პოლიტიკოსები არიან ასაკურველი, არამედ არიან მაგალითად მსახიობები, არიან სპორტსმენები, მაგალითად ისეთი მედია personality, როგორც მედია პიროვნება, როგორც იყო პრინცესა დაიანა, ხო? ეს იყო აი უბრალოდ სხვა არაფერი თუ არა ქარიზმა, ეს იყო აი ნაწილი მისი ქარიზმისა იყო, რომ ის იყო პრინცესა. და შესაძლოა პრინცესა, რომელიც ასეთი კერგად განწყობილია და ასეთი ასე ვთქვათ დახმარებაზეა, ასე ვთქვათ, ორიენტირებული სხვა ადამიანების, ხო? იწვევდა ბევრ დეფექტს, ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივი ქალი ყოფილიყო, რომელიც ქვემოქმედებაში ჩართული, ხო? როგორც თანამდებობას აქვს თავისი ქარიზმა, ასევე აქვს აი წარმატებულობას, პოპულარობას თავისი ქარიზმა. შეგვიძლია უამრავი მომღერალი განვიხილოთ, რომელსაც ასევე ქარიზმა ჰქონდა. ქარიზმის გარდა სხვა რა შეიძლება დაერქვას ბიტლების მოგზაურობას მთელი ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ხალხი მას უკვე ფანატიზმში გადასული კივილით და სხვა მსგავსი ქმედებებით ხვდებოდნენ. მაიკლ ჯექსონი, რომლის ერთი მიმიკა, ერთი მაგალითად ტყავის სამოშის ჩაცმაც კი იყო მსოფლიოში მოდის განმაპირობებელი ფაქტორი. ზოგიერთ მათგანს, არა ყველა მათგანს, აი პიროვნული ქარიზმაც აქვს. მაგრამ ჩვენს არ ვიცით, მაიკლ ჯექსონი არც მე და არც თქვენ არც არ გვინახავს, ამიტომ არ ვიცით ჩვენ ოთახში შემოსულიყო, მოახდინა თუ არა ეს შთაბეჭდილებას. და პრისამას ისიც არ ვიცით ჩვენ, ახდინა თუ არა ასეთ შთაბეჭდილებას მაიკლ ჯექსონის სანამ ის პოპულარული გახდებოდა. ანუ ქარიზმა ხო სწორედ ეს არის, რომ შენ არ იცნობ ადამიანს, შემოდის და უცებ შენ ხვდები, რომ ის გავლენას ახდენს, როგორც დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე სხვა ადამიანი. არსებობს ქარიზმის ისეთი ფორმები, რომლებიც უკვე ძალიან მძიმე შემთხვევებამდე მიყვართ ხოლმე. აი ასეთ ქარიზმას უკვე ასეთ მოვლენას უკვე ქარიზმას აღარ უწოდებენ. ეს არის უკვე ფანატიზმში გადასული ქარიზმა, როდესაც ადამიანები უკვე ობიექტურად განსჯის უნარს კარგავენ და იმ კონკრეტულ ლიდერში ან იმ კონკრეტულ მსახიობში რაც არ უნდა გააკეთოს, მან მხოლოდ პოზიტიურს ხედავენ და თუნდაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულსაც კი პატიობენ მას.
ვერ ეთქვი, შეიძლება უბრალოდ ურჩიო ადამიანს, რომ კეთილგანწყობილი იყოს და კეთილგანწყობილი ადამიანები უფრო დიდი გავლენას ახდენს ვიდრე ალბათ სხვა მხრივ, ამიტომაც ჩემი აზრით ეს ყველაფერი უნდა დაუშალოთ ცალკე კომპონენტებად და რაც ერთი რეცეპტი ან თუნდაც ორი ან სამი რეცეპტი, რომ აი როგორ გავხდეთ ქარიზმატულები, ასეთი არ არსებობს.